გამარჯობათ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნევილის ტაროლოგიურ არხზე. მე ვარ ტაროლოგი, ეზოთერიკოსი და ასევე მაგიური მცენარეების წიგნის ავტორი. დღეს გვექნება ძალიან საინტერესო თემის განხილვა სახელწოდებით რეალური დამოკიდებულება და ფიქრები ადამიანის თქვენთან მიმართებაში. ჩაიფიქრებთ კონკრეტულ ადამიანს, ეს შეიძლება იყოს თქვენი მეორე ნახევრის პოზიციაში, შეიძლება მეგობარი, და-ძმა და ასე შემდეგ უნივერსალური გაშლა არის, შესაბამისად, ვისაც გინდათ იმ კონკრეტულ ადამიანების კატეგორიას ჩაიფიქრებთ. ერთ ვარიანტზე ერთი კონკრეტული ადამიანი. ენერგობალანსირებისთვის მოწონება, კომენტარი, გაზიარება, ვისაც არხი გამოწერილი არ გაქვთ, გამოიწერეთ ჩემი არხი. პირადისთვის მეკავშირდებით ინსტაგრამის და ფეისბუქის გვერდზე. მაშასადამე, ჩაფიქრებული პიროვნების რეალური დამოკიდებულება ამ მომენტისთვის თქვენთან მიმართებაში როგორი არის? შეხედეთ, სამი ვარიანტი არის. შემდეგი, ზოგადად მისი ფიქრები თქვენთან მიმართებაში როგორი არის? ზოგადად რჩევა არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. შეხედეთ კარტები და აირჩიეთ თქვენ სასურველი ვარიანტის, რომელიც ახლოს არის, რომელიც უფრო მეტად დაგიძახებთ, ვინც ვერ მოასწარით არჩევა, შეგიძლიათ დააპაუზოთ და დავიწყებ პირველი ვარიანტის მდგომარეობით, გავაერთიანოთ სიტუაცია პირდაპირ მნიშვნელობით და ვნახოთ რა სიტუაცია არის. იცი როგორი მდგომარეობის შთაბეჭდილება მჩება? ზოგადად დამოკიდებულების კუთხით თუ შევხედავთ სიტუაციას, რატომღაც იმედგაცრუებულ პოზიციაში არის ეს ადამიანი შენგან. ეს არის მდგომარეობა, როდესაც თითქოს ადამიანი შენგან უფრო მეცელოდებოდა. მეტი მოლოდინები ჰქონდა, მეტად იყო დარწმუნებული რაღაცა კონკრეტულ სიტუაციებში, რომ აი ესე იქნება მე როგორც მინდა. მაგრამ რეალურად მისი ეს რაღაცა მოლოდინები ვერ გაამართლეთ, იქიდან გამომდინარე, რომ მის ჭკუაზე ვერ გაიარეთ, მის დაკრულზე ვერ იცეკვეთ პირდაპირ მნიშვნელობით, ხო? ზოგადად ფიქრების კუთხით თუ შევხედავთ, საკმაოდ მომხმარებლური დამოკიდებულება აქვს ამ ადამიანს და ეს არის მდგომარეობა, როდესაც გავალდებულებენ, რომ შენ როგორც მეგეთყვი, ისე უნდა მოიქცე. ესე თუ არ იქნება, მერე წყენინების პოზიცია არის. ანუ რეალურად დამოკიდებულების კუთხით თუ შევხედავთ და ზოგადად ფიქრების კუთხით თუ შევხედავთ, ხო? ეს არის სრული სიტყვის მნიშვნელობით მომენტი, როდესაც ეს ადამიანი შენგან ელოდება რაღაცა კონკრეტული სახის სიტუაციებს, რაღაცა მოლოდინები აქვს შენთან მიმართებაში, რომ შენ თუ რაიმე თემას, ასე თქვათ, დაუკმაყოფილებ და მას სურვილებს აუსრულებ, კარგი ხარ, თუ არ და ცუდის პოზიციაში ხარ. მივხვდი ხო, როგორი მომენტი არის. აქ რჩევის სახით თუ შევხედავთ რჩევაში რა არის, აქ პირდაპირ მნიშვნელობით სიკვდილის არკინის მდგომარეობით, პირდაპირ არის თემა ესეთი, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაერკვია სიტუაციაში, რა გაკავშირებს ამ ადამიანთან, ან რისი მოლოდინები გაქვს ამ ადამიანისგან. კონკრეტულად შენი მიზანი რას ემსახურება, რა გინდა ხო სიტუაციურად. თუ დასამთავრებელი არის, დაამთავრე, თუ თემა, როგორც იტყვიან ხოლმე, გასაიასნებელი, მოდი ესე უხეში ფორმა რომ გამოვიყენოთ, ხო, გააიასნე სიტუაცია, თუ არა და უბრალოდ ესე დარჩენა ამ პოზიციაზე, სადაც ხარ, ესე აღარ შეიძლება. ან დაამთავრე, ან რაღაცა გაურკვიე თემა, ან უბრალოდ შეეგუე იმ პოზიციას, რომ შენდავი მუდმივად ეს დამოკიდებულება ექნება. საკმაოდ მომხმარებლური და არა სამართლიანი დამოკიდებულება არის ამ ვარიანტის წარმომადგენლებისთვის, რასაც მიჩვენებს. აი ესეთი იყო ამ ვარიანტის არსებული ინფორმაცია, დამიწერეთ რამდენად რეზონირს და რამდენად ახლოს იყო თქვენთან. გადავდივარ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის ჩაფიქრებულ არსებულ სიტუაციაში. აქ რა მდგომარეობა არის? ზოგადად დამოკიდებულების კუთხით თუ შევხედავთ, დამოკიდებულების კუთხით საკმაოდ ცეცხლოვანი თემები არის, საკმაოდ ვნების მომენტები არის. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ჩაიფიქრეთ, თქვენ და ეს ადამიანი არ არის გულგრილი დამოკიდებულებაში. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც მას აინტერესებს, ადამიანი, რომელიც მისთვის არის იდუმალიც რაღაცა მომენტში პირდაპირ მნიშვნელობით შენი დანახვისას ან შენთან კომუნიკაციისას საკმაოდ კარგ ემოციებს აღუძრავ ამ ადამიანს. შენ და მე აქ ლტოლვის მომენტი, შეიძლება გაუაზრებელი ლტოლვის თემაც იყოს. დამოკიდებულება საკმაოდ ვიტყოდი, რომ ამ ეტაპზე ნორმალური დამოკიდებულება არის, ესე გადაჭრით ცუდს ნამდვილად ვერ ვიტყვი, უბრალოდ მომენტებში ფიქრობს, რომ შენ ზედმეტად შეიძლება ჩაკეტილი იყო, ან ზედმეტად არ უშვებდეს შენ ამ ადამიანს თავის გარემოცვა, შენ რაღაცა ბარიერებს უწესებდი, რაღაცეებში შეიძლება ეჭიდავებოდე სიტუაციურად, არ აძლევდა საშუალებას, რომ განავითაროთ რაღაცა კონკრეტული თემა, ხო? ანუ ისეთ შთაბეჭდილება მჩება, რომ შენ ყოველთვის მის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას ღებულობ, მის საწინააღმდეგოდ ღებულობ რაიმე სახის ეს გადაწყვეტილება იქნება საქმიანობას, თქმა თუ რაცა, თქო ჯიბში უდგე ხარ ამ ადამიანს. ნუ მისი შეხედულება ასეთი არის.
ზოგადად აქ რჩევის სახით რაც არის მოცემული, რჩევის სახით თუ შევხედოთ სიტუაციას, ეცადე რომ რაღაცა მომენტში ამ ადამიანს შანსი მისცე, ბოლომდე გამოავლინოს საკუთარი დადებითი ან უარყოფითი მხარეები. ერთხელ სამუდამოდ მიხვდე რა როგორი კუთხით უნდა წავიდეს თემა. სადაც გამოსამჟღავნებელი არის თავისი თავი გამოამჟღავნოს, სადაც ადამიანური მომენტი არის, ადამიანური ფაქტორი გამოავლინოს. თემა არის რომ ცუდი ესე გადაჭრით ვერ ვიტყვი, მაგრამ არის მომენტები, სადაც ზედმეტად ეგოისტიური გამოვლინება აქვს ამ ადამიანს. თითქოს უნდა რომ უფრო მეტი ყურადღება დაუთმო მასზე იყო მეტად ორიენტირებული და ამის გამო შეიძლება მომენტებში ქონდეს კონფლიქტური თემებიც. აი ესეთი იყო ამ ვარიანტის არსებული ინფორმაცია. დამიწერეთ კომენტარებში რამდენად რეზონი და რამდენად ახლოს იყო თქვენთან არსებული სიტუაციები. და გადავდივარ მესამე ვარიანტზე. ჩაფიქრებული პიროვნების დამოკიდებულება ამ მომენტისთვის. დამოკიდებულების თვალსაზრისით პირდაპირ ამოდის ბედის წერის ბორბალი. ახლა თემა როგორი არის? თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვინც არ უნდა ჩაგეფიქრებინათ ამ ვარიანტზე, ეს ადამიანი თქვენთვის არის კარმული სიტუაციის მატარებელი. ადამიანი, რომელმაც უნდა გაგზავნოს სიტუაციურად, ადამიანმა, რომელმაც უნდა ბევრი რაღაცა სრულიად სხვანაირი თვალით დაგანახოს. ანუ პირდაპირ მნიშვნელობით თქვენ ერთმანეთისთვის ხართ საყრდენი მამოძრავებელი ძალა. ერთმანეთი ამ ეტაპზე კიდევ რაღაცა დოზით გჭირდებათ, მოდი ასე ვიტყოდი, ხო, რაღაცა უნდა გასწავლოთ ამ კონკრეტულმა კომუნიკაციამ, თუნდაც ელემენტარულ ან სიტუაციამ, რომელშიც იმყოფებით. დამოკიდებულება ვერ ვიტყვი, რომ ცუდია, ზედმეტად დაინტერესებულიც კი არის შენთან მიმართებაში შეიძლება ითქვას, უბრალოდ თემა არის ის, რომ ხშირ შემთხვევაში მისი ქმედებები არის პოზიცია, როდესაც ბრმად მიყვება სიტუაციებს. არის აზრებს ბოლომდე რა შეიძლება ამა თუ იმ თემას მოყვეს. თითქოს ცალმხრივი დამოკიდებულებით უყურებს ამას, რომ მარტო თავის ხედვით აფასებს სიტუაციას. მე ეს მინდა, მე ეს უნდა გავისწორო. მეხუთე ხო დამოკიდებულება როგორია? შესაბამისად, ხშირად შესაძლებელი არის გქონდეთ ხოლმე ცოტათი ყევების თემები. ყევები იმ თვალსაზრისით, რომ რა როგორი კუთხით უნდა იყოს სიტუაციურად. აი რაღაც მომენტებში თითქოს წონასწორობა ირღვევა თქვენ ურთიერთობის თემაში, ესეთი რაღაცა ამომდის და ხშირად შეიძლება გქონდეს ხოლმე გაორების მომენტები, რომ რა გავაკეთო, როგორ გამიუდგე, რა უნდა ამ ადამიანს, ჩემგან მივხვდი ხო დამოკიდებულების სიტუაციას. რჩევის სახით მეტი ზომიერება შემეინარჩუნე, უფრო მეტად გააზრებულად იმოქმედე და განსაზღვრე რა სეუბნები, როგორ იქცევი და რა მოვლენები გაქვს ამ ადამიანისგან. რომ რაღაცა მომენტში ილუზიები არ დაგემსხვრას. აი ესეთი იყო სამი ვარიანტის არსებული ინფორმაცია. დამიწერეთ კომენტარებში რამდენად რეზონი და რამდენად ახლოს იყო თქვენთან არსებული თემები. პირადი კონსულტაციების მიკავშირდებით Facebook-ს ან Instagram-ის გვერდზე და შესაბამისად ბალანსირება ხდება, მოწონება კომენტარი გაზიარებით. გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებას და კარგად ყოფნას. ნახვამდის.